დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე იმსჯელეს. ერთ-ერთი პირველი რეგიონული ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ნუსხა იყო, რომელიც მერიამ შემოიტანა და სოფელ ნატანებში, მელიქედურსა და ქალაქ ოზურგეთში ფარნავაზ მეფის ქუჩის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. საკრებულომ ასევე იმსჯელა დოლიზისა და ჭავჭავაძის ქუჩების გზაგასაყარზე, საგზაო ნიშნის განთავსების თაობაზე. ასევე განკარგულებით დაამტკიცეს იმ ტერიტორიული ერთეულების ნუსხა, საიდანაც საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანები ხორციელდება. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულება, აღნიშნული გულისხმობს 7 მილიონ ლარის ღირებულების 4 პროექტის განხორციელებას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში, მათ შორის ქალაქ ოზურგეთში და ეს პროექტები განხორციელდება უკვე მიმდინარე წელს და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი შეთანხმება მიღწეულია. აღნიშნული პროექტები განხორციელდება სოფელ ნატანებში 2 ქუჩის რეაბილიტაცია, სოფელ მელიქედურში 2 ქუჩის რეაბილიტაცია და ასევე ქალაქ ოზურგეთში ფარნავაზ მეფის მესამე შესახვევის სრული რეაბილიტაცია. ასევე როგორც ვიცი, საგზაო ნიშნის განთავსებასთან დაკავშირებული საგზაო მოძრაობის რეგულირება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას წარმოადგენს, შესაბამისად სათანადო შესწავლის საფუძველზე, ასევე საპატრულო პოლიციას საკომუნიკაციო საფუძველზე გადაწყდა 2 საგზაო ნიშნის განთავსება ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვიქტორ დოლიძისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში, სადაც ასე ვთქვათ, კიდევ უფრო უსაფრთხო გახდეს ავტომობილით გადაადგილება. ასევე ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, მათ შორის იყო საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს იმ ადმინისტრაციული ერთეულების გასაზღვრას, სადაც არ არის სავალდებულო ავტოსადგურის მოწყობა, იცით რომ აღნიშნული საქმიანობა ექვემდებარება ლიცენზირებას და შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება აღნიშნული მარშრუტებით, ასე ვთქვათ, სათანადო ლიცენზია აიღოს და ეს მომსახურება გაუწიოს მოსახლეობას.